მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ობიექტივი კვლავ პირდაპირ ეთერშია და დღეს არის სტუდია ნომერი 8-ის დრო. დღეს ჩვენთან ერთად სტუდიაში იმუშავებენ ქალბატონი ირმა ინაშვილი და სრულიად ახალი სტუმარი, ასე ვთქვათ, რომელიც პირველად იმყოფება სტუდიაში, ეს გახლავთ ჯეირან დურმუშოვა, სტუდენტი, რომელიც ძალიან მალე მინდა გაგახაროთ და ობიექტივზე წაიყვანს გადაცემებს. ფეხბედნიერი იყოს თქვენი ფეხი, ჩემო ძვირფასო. მოგესალმებით ქალბატონო ირმა. გამარჯობა. მოკლედ, მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი თემით. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ შევეტყვეთ იმ ფაქტის შესახებ, ახლა მე აღარ დავიწყებ თუ კონკრეტულად აღარ დავწვრილმანდები, უბრალოდ ზოგადად ვიტყვი, მინდა დავიწყო კახეთში მომხდარი ინციდენტის გამო, რაც მოხდა ქორწილში. კახეთში ჩატარებული ქორწილის დროს. ახლა რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას და რატომ ვიწყებ ამაზე საუბარს ქალბატონო ირმა? პირველ რიგში ამ ამბავმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია სოციალურ ქსელში. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. ერთნი აქ ხედავდნენ დაუშვებელ ძალადობას, მეორენი საზოგადოებრივი გაღიზიანების დაგროვების შედეგს და მესამენი პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ანარეკლს. აი როგორ ფიქრობთ, რასთან მქონდა საქმე? რატომ მოხდა ეს? აი რა რისი გამოხატულება იყო და შემდგომ უკვე ის რაც მოხდა სოციალურ ქსელში, აი ამის შეფასება მინდა რომ დავდოთ. მოგესალმებით. მეც მინდა მიულოცო ჯეირანს მისი პირველი პირდაპირი ეთერი და წარმატებები უსურვო. დღეს ძირითადად მსმენელის როლში იქნება ამ გადაცემაში ჯეირანი, მაგრამ ვიცი რომ ჩაგვერთვება ისეთი გოგოა რომ მაინც მიიღებს მონაწილეობას გადაცემის მსვლელობაში. ყველა ასე ვიწყებდით, ვარჯიშობდით, მეცადინეობდით, არავინ არ გამხდარვართ პირდაპირ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. ყოველი გადაცემის წინ, დღესაც კი ნებისმიერი ჟურნალისტი ღელავს, ასე რომ თავარია შრომა, მონდომება, მოწადინება და ყოველთვის მიაღწევს ადამიანი მის მიზანს და მე მინდა სწორედ ეს გისურვო შენც და ჩვენს ახალგაზრდობას. განახორციელონ მათი მიზნები, ხორცი შეესხას ამას და ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა, როგორი საქართველოც ჩვენს ოცნებებშია. ეს საქართველო არის სამართლიანი, სადაც კეთილდღეობაა ეკონომიკურად ძლიერი, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ დასდევენ საცემრად და არ არის ასეთი უკიდეგანო ლანძღვაგინება. და აი ამ სურათს ირმა მე მინდა უფრო შევეხოთ როგორც განზოგადებულ საკითხს. რას ვხედავთ დღეს ჩვენ? უკიდეგანო აგრესია. საზოგადოებაში არის დაპირისპირება ყველა ფენას შორის. ეს კარგად ჩანს არა მარტო სოციალურ ქსელებში, არამედ კარგად ჩანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქამდეც კი რომ მაღაზიაში რიგში მდგომი ადამიანებიც უკვე ერთმანეთს ეჩხუბებიან. ისეთი მაღალი დონით არის აგრესია უკვე გაღვივებული და ძალიან სამწუხაროდ და საუბედუროდ უნდა ითქვას, რომ ეს გააკეთა სწორედ ამას შეუწყო ხელი, ამას ნაკვერჩხალი გაუღვივა, რო იტყვიან ქართული ოცნების აი ამ ბოლო 2 წლიანმა მმართველობამ, რომელიც დაფუძნებული იყო და დღემდე არის ნულოვანი თანაგრძნობა, ნული უფრო სწორად თანაგრძნობა, სულ შეტევაზე გადასვლა, სულ მტკიცება იმისი, რომ მხოლოდ ის არის მართალი და დანარჩენი ყველა მტყუანია. აი ესეთი რიტორიკა ნელ-ნელა ეტაპობრივად და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. აღვივებდა და დღეს უკვე მივიღეთ აი ესეთი, მე ვიტყოდი პირდაპირ, ფეთქებად საშიში ვითარება. აი ხა ნახეთ დავაკვირდეთ რას. ერთის მხრივ დააკავეს აქტივისტები, ვიცით, ჩვენ რომლებსაც ხელში ეკავათ ბანერები, წარწერით ეხებოდა ეს ბიძინა ივანიშვილს, ეს შეურაცხყოფელი ბანერები, 300-ოს კომბინაცია, რომელსაც ძალიან აქტიურად გამოიყენებენ. მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ შეიქმნა მოძრაობა, რომელიც ამბობს, რომ თუ შეეხებიან ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ფასეულობებს, ჩვენ ვიმოქმედებთ
უკან არ დავიხებთ, ციხეშიც წავალთ, ყველას გავაჩერებთ, შევაჩერებთ და ასე შემდეგ. თითქოს ამ სახელმწიფო არ არსებობდეს და ადამიანების კერძო სამართალი უნდა იცავდეს ჩვენს ღირსებას, ტრადიციას, ფასეულობებს და ასე შემდეგ. აი ამაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. ერთის მხრივ შეურაცხყოფელი, აი ადამიანის შეურაცხყოფა დღეს გახდა ისეთი ადვილი, ისეთი ვითომ არაფერი, ისე შეიძლება პირადი შეურაცხყოფა ადამიანის ღირსებას შეეხონ, ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს ივანიშვილი, სააკაშვილი თუ პეტრიაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, აი ესეთი შეურაცხყოფა, პირადი შეურაცხყოფა არის მიუღებელი, დაუშვებელი, ეს არ შეიძლება ვაქციოთ ბრძოლის იარაღად. ასე შენი სიმართლე კი არ იმარჯვებს. ასე შენი სიმართლე მარცხდება, რაც არ უნდა მართალი იყო. მე სწორედ აი ამ კონტექსტში, ამ ახალგაზრდების პროტესტის კონტექსტში ვლაპარაკობ ამაზე. რაც არ უნდა მართალი იყოს შენი ბრძოლა, რაც არ უნდა დიდ უსამართლობას სამართლიანად უპირისპირდებოდე, როდესაც გადადიხარ ზღვარს და უკვე ეხები ადამიანს, მის პიროვნულ ღირსებას, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება უკვე. და კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ ამას. მე მინდა გავიხსენო წარსული 9 წელი 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როდესაც მთელი ჩვენი გუნდი, ჩვენი თანამებრძოლები ვიყავით სასტიკად დაპირისპირებული სააკაშვილის ბოროტ რეჟიმთან, ნამდვილად ბოროტ რეჟიმთან, როდესაც გვარბევდნენ, იყო პირადი შურისძიება რამდენჯერმე სადარბაზოსთან, დამხვდნენ მეც და ჩვენს თანამებრძოლებსაც და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. იყო არხი წაგვართვეს, ვიბრძოდით ყველა ხერხით და ჩვენ მედია საშუალება არ ქონდა და ქუჩის ტელევიზია გავაკეთეთ მაშინ და შენობებზე ვანათებდით აკრძალულ ფილმებს, მაგრამ აი ამ ბრძოლის პროცესში არასდროს, აი ამას ვამბობ ხაზგასმით რა, არასდროს ჩვენ არც სააკაშვილისთვის, არც იმ რეჟიმის პირველი პირებისთვის არ მიგვიმართავს აი ამ 300-იანი კომბინაციით და პირადი შეურაცხყოფა არავისთვის არ მიგვიყენებია, თუ ბანერი გვეჭირა, აი კონკრეტული მოთხოვნები იყო, ფოტოებიც არის სოციალურ ქსელში, დააბრუნეთ ობიექტივი, იყოს მედია თავისუფალი, პატიმრების წამება გმობთ ამას, ვიბრძვით პატიმრების უფლებების დასაცავად, არავითარ შემთხვევაში აი ასეთ წითელ ხაზებს არ ვლახავდით, იმიტომ რომ ეს არ მიდის გამარჯვებამდე. შენ რაც არ უნდა მართალი იყო, აი ეს შენი სიმართლე და სიმართლისთვის ყოველთვის უნდა იბრძოდე რაღაცა ღირსების ფარგლებში. იმიტომ რომ ვერ მიხვალ კეთილს შედეგამდე ასე. ახლა მეორეს მხრივ ჩვენ რას ვხედავთ? რომ ეს ხო არ დაწყებულა დღეს და გუშინ. წლებია უკვე ჩვენი საზოგადოება დაიღალა, მართლა დაიღალა ჩვენი მეფეების შეურაცხყოფით, პრეზერვატივებზე თამარ მეფე და რა არ ვიცი, ყველა ისეთი ჩვენი სახელოვანი მეფე იყო გამოსახული და დაკნინებული და აბუჩადაგდებული. ასევე ვხედავდით მიზანმიმართულ დაგეგმილ კამპანიებს სხვათა შორის, რომლებიც მიზნად ისახავდა დისკრედიტაციას ჩვენი ეროვნული გმირების, ჩვენი ისტორიული გამარჯვებების გადაფასება მიმდინარეობდა. ის კი არა დადებითი და უარყოფითი გმირების აღრევა ხდებოდა და ლამის არის შადიმან ბარათაშვილი გმირად გამოყავდათ და გამოყავთ ხო დღესაც და ამდენი წლის მერე მიდის რევიზია და დაკნინება ჩვენი გმირების, ჩვენი მეფეების, ჩვენი წმინდანების და ეს საზოგადოებას ამოუვიდა უკვე ყელში. ეს გადააჭარბა ყველანაირ ზღვარს ამან და რა თქმა უნდა ყველა ჯანსაღი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ვთანხმდებით იმაში, რომ ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი. მაგრამ აი ამ ფონზე ჩვენ ხედავთ, რომ იქნება
მოძრაობა გუშინ შეიქმნა ეს მოძრაობა ახალგაზრდები არიან გაერთიანებული სპორტსმენები სხვადასხვა სფეროს და სტუდენტები რომელიც ამბობს რომ მე ვინც შეეხება ჩვენს ტრადიციებს ღირებულებებს ფასეულობებს ვიმოქმედებთ და ანუ პასუხს ვაგებინებთ მათ ყისიერი რეაგირება სიწმინდების წინაპრების რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფა აი ნახეთ ახლა აქ რა სახიფათო ზღვარია ხო როგორ ბეწვის ხიდზე ვდგებით ჩვენ ანუ პირდაპირ ამბობს ეს ორგანიზაცია რომ თუ ვინმე კიდე შეეხება ძალიან ცუდია არ უნდა შეეხოს მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ამას უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო ჩვენ იმიტომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში რომ მე თქვენ რომ რამეს დამიშავებთ ჯეირან მე თქვენზე პირადი სამართალი კი არ უნდა აღვასრულო და მე არავის არ მომცა იმისი უფლება რომ მოვიდე და თქვენ გცემოთ ან თქვენ გცემოთ მე იმის გამო რომ განსხვავებულად ვფიქრობთ ჩვენ იმიტომ არსებობს სახელმწიფო იმიტომ არსებობს კანონმდებლობა იმიტომ არსებობს შესაბამისი უწყებები რომ იმოქმედონ ამ უწყებებმა კანონის ფარგლებში მაგრამ ეს კანონმდებლობაც სწორად არის გასააზრებელი მოსაფიქრებელი რა კანონმდებლობა უნდა შევქმნათ ჩვენ რომ დაცული იყოს ეს ჩვენი მემკვიდრეობა ასეთი აღვირახსნილი შეურაცხყოფებისგან და ქართული ოცნების ის პიარ გუნდი ბევრჯერ მithქვამს მე რომელიც აი ამგვარ რჩევებს იძლევა რომ რაღაცა ასეთი განცდა დარჩა საზოგადოებაში რომ თითქოს და სადამსჯელო რაღაცა ჯგუფი შეიქმნა. ეს გამოიწვევს საზოგადოების მეტად დახლეჩა დაპირისპირებას. რა თქმა უნდა, აი საზოგადოებაში ეს ჩანს ჩვენ ხო ვაანალიზებთ რა შეფასებები კეთდება სოციალურ ქსელში. ყველა იხსენებს 90-იან წლებს, იხსენებენ სხვადასხვა დაჯგუფებებს. ჩვენ ეს გზა გავიარეთ, ნანახი გვაქვს, როგორ ვებრძოდით ერთმანეთს რო იტყვიან და როგორ იყო საზოგადოება დახლეჩილი და დაპირისპირებული და სადამდე მივიდა ეს მივიდა მერე გასროლამდე და ტყვიამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე და მე უბრალოდ ვარ გაკვირვებული იმ ჯგუფის საქმიანობით რომელიც პიარ ჯგუფს გულისხმობ რომელიც აი ამგვარ რჩევებს აძლევს დღეს ქართულ ოცნებას რომ აი ასეთი კამპანიებით თითქოს და დაიცვან ჩვენი ეროვნული ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციული ჩვენი აზროვნება. ეს არ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. ძალიან სახიფათო არის ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. კიდევ ერთხელ ვამბობ ხას, ეს გამოიწვევს დაპირისპირებას ახალგაზრდებს შორის, საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის, არ დამთავრდება ეს ყველაფერი სიკეთით. და ჩვენ ხომ გრძნობთ ჩვენ ჟურნალისტებიც ვართ, პოლიტიკოსები ვართ, ყოველთვის გაფაქიზებული გვაქვს გრძნობა იმისა, რა ხდება საზოგადოებაში, როგორ თუხთუხებს საზოგადოება. და ეხლა სწორედ ამ რეალობაში ვართ, იცით? ჩვენ ვამბობდით ირმა, რომ ხელისუფლებას და ახალგაზრდობას შორის ხიდი ჩატეხილია. ხელისუფლების ამოცანა ის კი არ არის, რომ ახალგაზრდობა მტრად გადაიკიდოს. ამოცანა არის ის, რომ ახალგაზრდობა მისი მოკავშირე გახდეს, ჩართული იყოს სახელმწიფოს სასიკეთო საქმეებში და ამათმა ისეთი ნაბიჯები გადადგეს, ისეთი განცხადებები აკეთეს მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ მთელი ეს ახალგაზრდობა გადაიკიდეს მტრად. და დღეს ეს ახალგაზრდობა ეხლა სხვადასხვა ფორმებს მიმართავს. რა თქმა უნდა, ბევრი არის აქტივისტი, რომელიც ზუსტად ისე იბრძვის იმ ფორმებით, რა ფორმებითაც ჩვენ ვიბრძოდით. მაგრამ არის ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევა ზუსტად იმითი, რომ ესეთი ბანერები მიაჩნიათ გამოხატვის თავისუფლებად. შეურაცხყოფელი კომენტარები, შეურაცხყოფელი ბანერები, რაც ხაზი უნდა გაუსვა კიდევ ერთხელ ნამდვილად არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში, მაგრამ იმდენად დიდია, აი ამას მინდა დავაკვირდეთ. იმდენად დიდი არის აგრესია და მიუღებლობა უკვე ყველა ფენაში საზოგადოების, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, რომ გამოხატულება არის ასევე საპასუხო რეაქცია არის აგრესია, ძალადობა, მოდი ისვცემოთ, მოდი ამას თავს დავესხათ, შენი ესეთი აზრების გამო დაისჯები და მაშინ გამოდის სახელმწიფო აღარ გვგონია ჩვენ.
და დავერიოთ მაშინ ერთმანეთს და ვისაც ერთმანეთი არ მოგწონს, ერთმანეთის აზრები არ მოგწონს, შეხედულებები არ მოგწონს, ვინც ერთმანეთს ვაკრიტიკებ და ვერ თანხმდებით, ცემოთ ერთმანეთი რა. კი ბატონო. სადამდე მივალთ ჩვენ? აი ზუსტად მე მინდა გავიხსენო რამოდენიმე დღის წინ ესეთი ინციდენტი იყო ახალგაზრდა ყმაწვილი რომელიც ამ ანტისახელმწიფოებრივ მათ რომ უწოდებენ ანტისახელმწიფოებრივი აქციებიაო სწორედ ამ აქციების მონაწილეა რომელმაც არ ვიცი ხუმრობით თუ სერიოზულად როგორც იყო ბატონო დარდუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა თქვათ სოციალურ ქსელში ამის გამო მას დახვდნენ ქუჩაში და სასტიკად დაუპირისპირდნენ და მოკლედ ფიზიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ახალგაზრდა. აი სწორედ ის რაზედაც ახლა თქვენ საუბრობთ ქალბატონო ირმა ის კი არა რომ სახელმწიფო რაღაც ბერკეტებს აჩენდეს და რაღაცა სამართალდამცავი ორგანოები იყოს ამას ჩართული ჩვენ ხედავთ უკვე რომ ეს დაპირისპირება ქუჩაშია გადმოტანილი. შემდეგ იგივე ეს სულ ახლო მომავლის ჯერან სულ ახლო მომავლის ფაქტები მინდა მე ვთქვა აი სწორედ რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ნახეთ რომ ახალგაზრდამ კახეთში მამა ბლაგვის საგვინით მოკლა და მერე მის დამარხვას ცდილობდა შემდეგ ჩვენ ნახეთ ის რომ აგერ არასრულწლოვანი ბავშვი ტყვია შეეწირა იმის გამო რომ ხმამაღლა იცინოდნენ ბავშვები და იქ მაცხოვრებელი ერთ-ერთი ჩამოვიდა და პირდაპირ ბავშვი ადგილზე მოკლა და სხვა სამი დანარჩენი კიდევ დაიჭრა ხო აი როგორ ფიქრობ ახლა ჯეირანსაც მინდა მე ვკითხო ჯეირან აი საიდან მოდის ეს ძალადობა რატომ დაგროვდა საზოგადოებაში ეს ძალადობა აი როგორც ახალგაზრდა ვინ არის თქვენი მიბაძვის საშუალება იმიტომ რომ ეს ძალადობა უკვე ახალგაზრდობაში ძალიან მრავლად არის და იფეთქა პირდაპირ აი რას ფიქრობთ ახალგაზრდებში საიდან წამოვიდა ასეთი მიდგომები ერთმანეთის მიმართ გნებავთ უფროსების მიმართ აი საიდან მოდის ეს ყველაფერი პირველ რიგში გამარჯობა ყველას მინდა რომ მოგესალმოთ და მადლობა თქვენ მე ისე ვფიქრობ რომ ჩვენთან ქვეყანაში სამაგალითო არაფერი არ არის ჯერჯერობით სადაც ვხედავთ აქციები არის ადამიანის ყურადღება ძალიან ბევრია სამაგალითოდ ანუ არ ვხედავთ არც ახალგაზრდებს არც დიდებს უფროსებს რომ სამეგობრო ურთიერთობა შექმნას თავის ოჯახში მეგობრობაში სადაც უნდა იყო ყველგან რო დახედო ჩხუბია მხოლოდ ერთმანეთის შეურაცხყოფა ცემატყება გამოსავალს მხოლოდ იმაში აჩენენ რომ ცემით ყველაფერი მოგვარდება ლაპარაკს არ ცდილობენ ერთმანეთში კარგი ურთიერთობით რაღაცის მოგვარებას არ ცდილობენ არავინ საერთოდ და ამას ერთი რომ აკეთებს ერთი მეორე პიროვნება არ გამოდის რომ თქვას ეს არასწორი საქციელია და ეს არ უნდა ქნა სამაგალითოდ არაფერი არ გვაქვს ჯერჯერობით რომ ვიღაცას მიუბაძოთ კარგი ურთიერთობა შევქმნათ ერთმანეთში დავმეგობრდეთ და ეს უნდა გავიგოთ და გავითვალისწინოთ რომ ლაპარაკით ყველაფერი მოგვარდება და ცემით მომავალი არავის არ ექნება არც ქვეყანას არც ადამიანს არც არავის ჯეირან აი სულ ცოტა ხნის წინ ახლა მე როგორ ახალგაზრდის პოზიცია მაინტერესებს სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდებმა სრულიად საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მე საზღვარგარეთაც გავიდა ეს კადრები პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოში რომელიც ვფიქრობ ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს და მით უმეტეს ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის ჩვენ ნახეთ იქ სასტიკი ძალადობა აი როგორ იმოქმედა ამან თქვენზე აი როგორ უყურებთ ახლა თქვენთვის პარლამენტი რა არის ეს საკანონმდებლო ორგანო რა არის ეს ის ორგანო რომელზეც მომავალი გაქვთ დაფუძნებული და თვლით რომ ეს ის ორგანოა რომელიც ჩემს მომავალს განსაზღვრავს და ჩემს საკეთილდღეო კანონებს მიიღებს როდესაც ხედავთ რა სიტუაციაა იქ მე პირველ რიგში რომ დავიწყო გეტყოდით რომ მე ამ ქვეყანაში ჩემს მომავალს სრულიად ვერ ხედავ რადგან რამე საქმე რო ვქნა ჯერჯერობით გვერდში არავინ არ დამიდგება ჩემს აზრებს არავინ არ მოისმენს და არავინ არ მეტყვის რომ ეს სწორი საქციელია და შეგეძლია რომ გააკეთო რასაც ვხედავ ახალგაზრდების მიმართ არიან მაგალითად ადამიანი მუშაობს სწავლობს 4 წელი მერე მაგისტრატურა აგრძელებს სწავლას და ბოლოს მიდის მაღაზიაში კონსულტანტად ჩდება ეს არის უკვე მისი შრომის დაუფასებლობა ჩემი აზრით და რაც ეხება პარლამენტს იკაჩხობია ერთმანეთის აზრებს არ უსმენს არავინ არ აძლევენ იმის საშუალებას რომ ერთ თუ აქვს სხვა აზრი და მეორე სხვა აზრი რაღაც შესაძლებელია ურთიერთკავშირით მოხდეს ერთი დასკვნა რომ გამოიტანონ სწორი იქნება ლაპარაკით არ ცდილობენ როგორც გითხარით რაღაცა რომ გადაწყვიტონ ასე რომ ვთქვათ აი ტელემაყურებელს მინდა უთხრა რომ აზერბაიჯანელი არის ჯეირანი და რა წინვალეთ ქართულად მეტყველებს
და მინდა გითხრათ ისიც რომ ობიექტივის ეთერში წეგან ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით რომ ჯეირანი წარუძღვება ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზეც გადაცემას, იმიტომ რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის მათ ენაზე იყოს კიდევ ხელმისაწვდომი ახალი ამბები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სიახლეები და გულდასაწყვეტია მოსმენა იმისი რომ ახალგაზრდობა საკუთარ თავს მომავალს კარგად ვერ ხედავს კი არა ვერ ხედავს ამ ქვეყანაში კი ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ შეიძინა ცოდნა ახალგაზრდამ, ხო, გაიარა საფეხურები, ამდენი წელი ისწავლა, რომ მისი პროფესიის მიხედვით დასაქმდეს. კარიერული პერსპექტივა არ აქვს ასე რომ ვთქვათ, ბოლომდე რომ წავიყვანოთ და დავდგეთ იმ ადგილას ჩვენ სადაც გვინდა. მე ამას ვფიქრობ. უფრო სამართლიანი, განათლებული რო იყოს ჩვენი ქვეყანა და უფრო ახალგაზრდების მიმართ იყოს განვითარებული, უფრო კარგი და მშვიდი ქვეყანა იქნება. ერთმანეთის აზრები რომ მოისმინონ. კი, ეს არის პრობლემა, რომ არავინ არავის არ უსმენს. არავინ არავის პატივს არ ცემს. არავინ არავის მიმართ არ ირჩენს მოკრძალებას. ყველა აძლევს საკუთარ თავისუფლებას. თავს დაესხას, ვისაც უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს, როგორც უნდა და ეს ყველაფერი მერე ჩასვას გამოხატვის თავისუფლების კალათაში და არ არის ეს ასე. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ განათლების კუთხით აგვაქვს ჩვენ სერიოზული პრობლემები. აი როცა ჩდება კითხვა, რომ როგორ უნდა შევაჩეროთ, როგორ უნდა შევცვალოთ ეს რეალობა, როდესაც ტოტალური სახე აქვს უკვე ჩვენი წმინდანების, გმირების, ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფას, ხედავთ რომ ეს მართლა ხდება ეს, ხო, ახალი ამბავი არ არის. აქ თავარი არის საინფორმაციო პოლიტიკა. შენ ისეთი საინფორმაციო პოლიტიკა უნდა წარმართო, რომ გადაწონო აი ეს ყველაფერი. კი არ ცემო ის ხალხი და კი არ ტყეპო და კომბლებით კი არ გაეკიდო, ამას არასოდეს სასიკეთო შედეგი არ აქვს. შენ უფრო მეტი დოზით, უფრო სწორი, უფრო ჭკვიანური, რასაც პროპაგანდას ეძახიან, ხო, დღეს პროპაგანდაზე აგებული ყველაფერი. აი ესეთი პროპაგანდა, საინფორმაციო პოლიტიკა წარმართო, რომ მოუგო აი ამ ჯგუფებს. ასე მოუგო, განათლებით მოუგო, შენი საინფორმაციო პროგრამებით, პროექტებით მოუგო, ამაში ჩვენი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი ჩართო. აი კითხვა ჩნდება, რას აკეთებს ის რაღაცა გრანტების გამცემი ორგანიზაცია, რომელიც დიდი ზარზეიმით დაანონსეს, რომ აი ახლა შეიქმნება ეს გრანტების სამართველო თუ ორგანიზაცია და ის მერე გასცემს გრანტებს იმისთვის, რომ არა უცხოურ დაფინანსებაზე იყოს მიბმული ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სახელმწიფოს ფულით დაფინანსდეს და მე ვსვამ კითხვას, რა ანგარიში ჩაგვაბარეს, რომელ ორგანიზაციებს მიცეს გრანტი, რა მიმართულებები დააფინანსეს, შედეგი რა გვაქვს. იმიტომ რომ სწორედ აი ასეთი პროგრამები რომ დაფინანსებულიყო, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ და მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა ჩაერთოთ ამ პროგრამებში, მათ ეკნებოდათ სტიმული და ისინი იმუშავებდნენ, დადებდნენ შედეგსაც და გვეცოდინებოდა, რომ ახალგაზრდობა არის ჩაბმული აი ამ ძალიან სწორ საქმიანობაში და ესე უნდა გადავწონოთ ჩვენ. დღეს გაავრცელა ამერიკის საელჩომ სხვა ძიმე განცხადება აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს შეშფოთება როგორც ხდება ხაზგასმული იყო ესა, მაგრამ აი ნახეთ რა ითქვა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, რაზეც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი. აი პასუხი არის, მე კიდე ასე ვიტყოდი, რომ აი ამ სიცრუეზე, მცდარ შეხედულებებზე, შეურაცხყოფებზე საუკეთესო პასუხი ეს არის განათლება და ეს არის საინფორმაციო პოლიტიკა.
ისინი აწარმოებენ საინფორმაციო ომს, ეს საინფორმაციო ომია, რაც ხდება, აქედანაც უნდა იყოს საპირისპირო სწორად დაგეგმილი საინფორმაციო პოლიტიკა განხორციელებული. ზოგადად შეჯიბრებითობა აღარ არის ჩვენს ქვეყანაში, სიკეთის კეთების, პატივისცემის, რაღაცა იგივე პროექტების, რაღაცა წინსვლისთვის დაგეგმილი რაღაცა საკითხების შეჯიბრებითობა აღარ არის. გესმით, აი, სრულად გეთანხმებით, ეს არის ძალადობა, ვინ ვის აჯობებს, ვინ ვის მოუგებს, ვინ ვის დაჩაგრავს, აი დამჩაგვრელი ყოველთვის უფრო ყოყოჩობს და უფრო წინ არის წასული და სწორედ ამ დამჩაგვრელებად სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვევლინება ხელისუფლება და ხელისუფლების შტოები. დიახ, ეს ბოლო 2 წელია განსაკუთრებით და სრულად გეთანხმებით ქალბატონო ერმა, აი სწორედ ეს ბოლო 2 წელიწადია, რაც ბატონი კობახიძე გახდა პრემიერი, პირდაპირ ვამბობ ამას, იმიტომ რომ სწორედ ეს 2 წელი მას ეკუთვნის, რაც ქვეყანაში აშკარად გამოვიდა ეს ძალადობის, აი ეს ზიზღის რაღაცა დიდი ნიაღვარი გამოიღვარა. აი ახლა მე არ შემიძლია, არ შევეხო, ხო ჩვენ საუბრობდით სწორედ აი ამ ძალადობაზე და აი ამ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, სხვათა შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, იგივე ევროსაბჭოს უმაღლესმა კომისარმა სწორედ ადამიანის უფლებების ხაზით აღიარეს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და ამისი მრავლობითი ფაქტია და აუცილებლად მინდა ვისაუბრო ახლა იმ პატიმრებზეც, რომლებიც ძალიან მრავლად არის და ძალიან ბევრი უფლებებია დარღვეული, ისე არის აღმოჩენილი იმ საპატიმროში, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი იცით რა არის? საუბარი იმაზე აღარ არის, რომ სხვადასხვა საპატიმროებების, მაგალითად გლდანის საპატიმრო 57%-ით აღემატება იმ ოდენობას, რაც რეალურად იქ უნდა იყოს. არის საპატიმროები, სადაც 30%-ით, 32%-ით, ანუ იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. გამობძანდა ქალბატონო ერმა ბატონი პაპუაშვილი და იცით რა ბძანა? მადლობა უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ თურმე საპატიმროებები ივსება, იმიტომ რომ ესენი ნარკოდანაშაულს ებრძვიან. ესე იგი, პაპუაშვილმა გვითხრა ის, რომ ნარკოდანაშაულის ჩამდენი, იმდენი ადამიანია ქვეყანაში, რომ საპატიმროებია გავსებული და უკაცრავად ვის დროს ხდება ამ ნარკოტიკების ასეთი წახალისება, რა ხდება ნარკოტიკის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში, თქვენი შეფასება მაინტერესებს სწორედ ამ კუთხით. დასჯა არასოდეს არ არის, დასჯაშია ესეთ ძიმე მეთოდებით ვერ მოერევი პრობლემას, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. აუცილებლად რეალიზატორი, ნარკოტიკის შემომტანი, უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი, მაგრამ თვითონ დაავადებული ნარკომანი ეს არის უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის ქვეშ. ეხლა ჩვენ გვაქვს ვითარება ქვეყანაში, როდესაც ათასობით ახალგაზრდა არის უკვე მძიმედ დაზიანებული. მოგეხსენებათ, არის ახლა სხვა ეპოქა, ინტერნეტით, ტელეგრამ არხებით ხდება ამ ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა და აი ეს არის ზუსტად რაღაცნაირად გასაკონტროლებელი, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ტელეგრამ არხებით, როდესაც ნარკოტიკი იყიდება, ამისი კონტროლი და მთელი მსოფლიო, არა მარტო საქართველოს, სხვა ქვეყნების დგანან იგივე პრობლემის წინაშე როგორ გაკონტროლდეს ეს, მაგრამ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ქვეყნის შიგნით ვითარების შეცვლა და ეს სასიკეთოდ კი არ შეიცვალა ბოლო წლების მანძილზე. სააკაშვილის პერიოდიდან რომ დაიწყო, ეხლა კლად გაგრძელდა. დაზიანდა ათასობით ახალგაზრდა, სინთეთიკური ნარკოტიკი დაპყრობილი აქვს ჩვენი ბაზარი, ეს არის ხელოვნური ნარკოტიკი სხვადასხვა ტიპის, რომელიც იწვევს პირდაპირ იწვევს ხელოვნურ შიზოფრენიებს, შეძენილ შიზოფრენიებს, ფსიქიკურ აშლილობებს, ბიოპოლარული აშლილობა და სხვა ტიპის აშლილობები. არ არის შემუშავებული მეთოდოლოგია, არ უსმენენ პროფესიონალებს. ქართული ოცნების პოლიტიკურმა ელიტამ ისე გადაწყვიტა ეგრეთ წოდებული ნარკორეფორმის ჩატარება, რომ ამ რეფორმის შექმნაში არ ჩაურთავთ არც ერთი პროფესიონალი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნარკოლოგი, ანუ ადამიანები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, ცოდნა აქვთ, კომპეტენცია აქვთ, რომ ამ რეფორმის შექმნაში მონაწილეობა მიეღოთ. და აი ასე ისევე როგორც განათლების რეფორმაზეც იგივე მოხდა. და ნახეთ ჩვენ ხო რა პროტესტი გამოიწვია ამ ყველაფერმა.
ეხლა გვაქვს რა რეალობა, რომ ეს ნარკოლოგები, ჩვენი ცნობილი ნარკოლოგები, სოციალური ქსელებიდან ხმის ჩახლეჩამდე ყვირიან, რომ ბაზარზე შემოვიდა ეს ნარკოტიკი არ მიეკაროთ, სახიფათოა, რაღაცა მომაკვდინებელია, ეს კვდება პირდაპირ ეხლა ზურა სიხარულიძე, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ცნობილი ნარკოლოგი, ძალიან აქტიური არის სოციალურ ქსელში და ყველანაირად ეხმარება ახალგაზრდობას, პირდაპირ წერს და ავრცელებს კიდევ ერთ განცხადებას, რომ შემოსულია სინთეზური კანაბიოდი კაორის სახელით იყიდებაო, წერს ბატონი ზურაბი და ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა, არის ის ახალგაზრდობა მიყენებს ამ ნარკოტიკულ საშუალებას და პირდაპირ იწვევს ფატალურ შედეგს და ამიტომ ყველას აი ამ გადაცემიდანაც ყველას გვინდა უთხრათ მოუწოდოთ ფრთხილად ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ თუ ახალგაზრდები უყურებთ ამ გადაცემას და ისმენთ რადიოთი ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ თუ ნახავთ რომ ვიღაცას თქვენ გვერდით მსგავსი რამ დაემართა ან კრუნჩხვა ან გული წაუვიდა და დაეცა აი ამ ნარკოტიკის გამოყენების გამო სასწრაფოდ უნდა დარეკოთ 112-ში. არის კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს მომაკვდინებელი ნარკოტიკის ახლა რა ხდება? ქვეყნის კი შემოდის ეს სინთეზური ნარკოტიკები, სინთეტიკური ნარკოტიკები, მაგრამ საქართველოშიც არსებობს იატაკქვეშა ლაბორატორიები, სადაც შემდეგ ხდება შერევა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ამ ნარკოტიკულ საშუალებაში, ის გაცილებით მოცულობაში იზრდება და კიდე აი ამ ლაბორატორიების საქმიანობაა შესასწავლი. ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აქცენტი აღებული ამოღებაზე ნარკოტიკული საშუალებების, ამას მუდმივად გვაჩვენებენ ტელევიზიით, მაგრამ ეს არ შველის პრობლემას, ეს დღის წესრიგიდან არ ხსნის იმ ტოტალურ პრობლემას, რომლის წინაშე ჩვენ ვართ და ეს არის ჩვენი ეროვნული გენოფონდის გენოციდი. რატომ აღმოჩნდა აღმოჩნდით ირმა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ თავიდანვე არასწორი ნარკოპოლიტიკის განხორციელება დაიწყო. ნაცვლად იმისა, რომ გადასულიყო მთელი აქცენტი პრევენციაზე, მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე, ბაღებიდან, სკოლებიდან, უმაღლეს სასწავლებლებში გაგვეშალა მთელი საინფორმაციო საქმიანობა და კამპანიები, ანტინარკოტიკული კამპანიები, ძალიან ჭკვიანური, დახვეწილი, პროფესიონალებთან ერთად შედგენილი, აი ამის ნაცვლად დაიწყეს პოპულარიზაცია იმისი, სწორედ ქართულმა ოცნებამ, რომ მარიხუანა თურმე არ არის საშიში. მე მახსოვს პარლამენტის წევრი ვიყავი ჯერ კიდე 2017 წელს, როდესაც დიდი სიამაყით ინტერვიუებს გვართმევდნენ და დიდი სიამაყით ყვებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ გასინჯულია ვთქვით მარიხუანა, მე რა არა პრობლემა და აი ამან ეს დეპუტატი და პარლამენტის წევრი რაღაცა მაგალითია საზოგადოებისთვის, მის ყოველ ნაბიჯს, მის ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა და მოქმედებს ხო ეს საზოგადოებაზე. ამიტომაც იყო რომ ესე გაუბრალო ეს თითქოს მარიხუანა ეს არაფერი არ არის. და აი ამასობაში ბაზარი ნელ-ნელა დაიპყრო ხელოვნურმა ნარკოტიკმა, რომელიც თითქოს და გავს მარიხუანას, მაგრამ არის უკვე ძალიან საშიში ნივთიერება და ჩვენს თვალწინ იღუპება, დაზიანებულ, აი მე ვსვამ კითხვას, ამ ათასობით დაზიანებულ უკვე ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ვეღარ ერევა უკვე ამ ფსიქიკურ აშლილობებს და გადატენილია ფსიქიკური აშლილობის ცენტრები, ნარკოლოგიის ცენტრები, შედით, აი ნახეთ, დერეფნებში არ არის ადგილი იმდენი ახალგაზრდათა, მათ შორის გოგონები. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ასევე მოიხმარენ ამ ნარკოტიკულ საშუალებებს და არიან დაზიანებულები. და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინ უწევდა პოპულარიზაციას იმას, რომ მარიხუანა და სხვა ნარკოტიკული მასთან დაკავშირებული საშუალებები, აი გავხსნათ მაღაზიების ქსელი და იყიდება თესლი სხვადასხვა, იქ სხვა რაღაცეებიც იყიდება იმ მაღაზიებში მერე. და აქეთ სამედიცინო მიზნებით გვინდოდაო ამ ნარკოტიკული
მარიხუანას გამოყენებაო და ეკონომიკა აყვავდებაო და სწრაფი ფული შემოგვივაო და იმას კი აღარ აკვირდებოდე რომ ვის შვილებს ანადგურებთ თქვენ და საერთოდ როგორ არ ფიქრობთ იმაზე რომ დღეს არც ერთი თემა აი პირდაპირ ვამბობ ამას არ არის ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ნარკომანიის თემა არც ერთი თემა იმიტომ რომ ნადგურდება ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენ რას ვაპირებთ ხვალ ვინ უნდა ჩაიბაროს ეს ქვეყანა ფსიქიკურად დაზიანებული თაობა ამ თაობამ უნდა ჩაიბაროს ქვეყანა და ამ თაობამ უნდა მართოს ან ამ თაობის ფსიქიკურ დაზიანებაზე კიდე ერთხელ ვამბობ პასუხისმგებელი ვინ არის განა ხელისუფლება არ არის ეხლა ადრე იყო მეთოდი მაგალითად როდესაც ხოლოდ ნარკოლოგები მუშაობდნენ მათი მიმართულებით და ნარკომანიასთან დაკავშირებულ პრობლემას აქრობდნენ მაგრამ ვინაიდან ახალი ტიპის ნარკოტიკებმა გამოიწვია უკვე ჩათრევა ფსიქიკის და დაზიანება ეხლა საჭიროა კომბინირებული პროფესიები იყოს ნარკოლოგ ფსიქიატრ ფსიქოლოგი და იმის მაგივრად რომ სახელმწიფო ფულს ხარჯავდეს აი ასეთი კადრების გადამზადებაში, მომზადებაში, ამ ცენტრების რას გავს ეს ცენტრები საერთოდ? რა არის ეს, რას გავს, რა მდგომარეობაა იქა? ამ ცენტრების რეაბილიტაციაში, კეთილმოწყობაში, რომ მარტო ის კი არ იყოს, რომ იზოლირებულია ადამიანი და მორჩა. არამედ რაღაცა მკურნალობა იყოს დანერგილი, ამის მაგივრად ალობა რაღაცა ალობა რო იყო ეხლა ალობა რო გაიმართა 500.000 200.000 იმ ქალაქის დღესასწაულია 400.000 700.000 ვახშა სირცხვილია ეს არის სირცხვილი და დანაშაული ჩვენი მომავალი თაობის წინაშე სხვათა შორის თქვენ ახლა ბრძანეთ რომ ესენი სამკურნალოა და უნდა უმკურნალოთ და ხელისუფლება გვეუბნება ასეთ რაღაცას რომ მე შემოვიტანე ეგრეთ წოდებული მეტადონის პროგრამა. ეხლა რა არის ეს მეტადონის პროგრამა? ეს მეტადონის პროგრამა არის იგივე პრეპარატია, რომელიც ამ ნარკო დამოკიდებულ ადამიანებს აცლებენ ამ პრეპარატს და ნელ-ნელა ეს დოზები ამ პრეპარატის უნდა შემცირდეს და ადამიანი უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან. მე ადრე ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღნიშნო რა ხდება ახლა რეალურად ამ პროგრამაში ნახეთ აი მე ნარკო დამოკიდებული ადამიანი მივედი და თვითნებურად გავწევრიანდი იქ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გავწევრიანდი და ვუთხარ რომ მე ამ პროგრამაში ვიქნები ეხლა ექიმი სავარაუდოდ აფასებს ჩემს მდგომარეობას და მინიშნავს აი სიტყვაზე რომ თქვა არ ვიცი აბია წვეთია როგორც არის აი 10 პორციას რომ შენ დღეის მდგომარეობით რომ არ შეიშალო არ გადახვიდე ჭკუიდან გჭირდება ეს 10 პორცია მე ვსვავ 10 პორციას მაგრამ ეს პროგრამა ხო იმას უნდა ითვალისწინებდეს რომ ნელ-ნელა უნდა დამიკლონ იმიტომ რომ დღეს 10 ხვალ შემაპარონ 9:30 მერე 9 100 და წესით ამისთვის არის ეს პროგრამა ამიტომ უნდა გამოხვიდე აი ნახეთ მე ვსვი ეს 10 ვსვი და მე ერთ დღესაც მევედი და უთხარ ისიც რა მე 10 აღარ მინდა მე დღეს 15 მინდა მაშინვე უპრობლემოდ ექიმი მაძებს იმ 15 პორციას ანუ პირდაპირ უფრო სვავენ ამ ადამიანებს ამ ნარკოტიკზე იგივე ნარკოტიკია ეს უბრალოდ უფრო სუსტია რომელიც გეხმარება იმ რაღაცა სხვების გადაგდებაში ხო თვითნებურად მივდივარ ვეუბნები რომ ამდენი მინდა და ყოველგვარი ექიმის ჩარევის დანიშნულების გარეშე და ასე ზდიან ამ ნორმებს და ამით ქართული ოცნება ნახეთ რას აკეთებს და მათი ეს პროგრამა და პროექტი ევროპას საიდანაც ეს ფინანსდება ეს პროგრამა ეუბნება რომ აი რამდენი დამოკიდებული ყავს ჩვენ აი როგორი დიდი წამალი გვჭირდება რისთვის იმისთვის რომ რაც შეიძლება ამ პროგრამამ დიდხანს იარსებოს რომ უფრო მეტი შემოსავალი და დაფინანსება მიიღონ ყველაფერი აი ამ მოგებაზე აქაც ორიენტირებული არა ირმა მათ ცოტა სხვაგვარად არის საქმე იმიტომ რომ ესეთი პროგრამები მსოფლიოში არაერთ ქვეყანაში არსებობს როგორც შვების და ხსნის მიმცემი იმ კატეგორიის მომხმარებლებისთვის რომლების არჩევანიც არის უკვე რომ მე ვარ ნარკომანი და რომლებსაც ეს სასიცოცხლოდ ჭირდებათ და მან ზოგიერთი სულაც არ ამცირებს იმ დოზას და შეიძლება სულ იყოს ესე
სულ იყოს ამ პროგრამაში. მათ კიდე ეს პროგრამები გათვალისწინებულია იმისათვის, რომ კრიზისულ ვითარებაში და კომაში და რაღაცა სხვა პრობლემები არ შეექმნათ უკვე ჩამოყალიბებულ ნარკომანებს. და ჩვენ ახლა მეორე მიმართულებაზე ვლაპარაკობთ, რომ აქ საჭირო არის პრევენცია, პრევენციული პოლიტიკის განხორციელება. და ეს უნდა შეიმუშაონ ახლა მე და თქვენ არა ვართ ამ დარგის სპეციალისტები, ჩვენ უბრალოდ ვუხურებთ ამას და მე როგორც ჟურნალისტს მაქვს ეს თემა შესწავლილი თავის დროზე და მოვლილი ყველა დაწესებულებები და ვიცი ეს ვიცნობ ამ სისტემას. ამიტომ რეფორმა სწორედ იმ კუთხით არის გასატარებელი, რომ აი ეს პრევენციაც დაიგეგმოს პროფესიონალებთან ერთად. იმის გამო არ უნდა კრახელი შენ არც ნარკოლოგს, არც ფსიქიატრს და არც ფსიქოლოგს, რომ ის რაღაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე არის. აქ პოლიტიკური შეხედულებები არ არსებობს. ეს აკლემი დაიჩოქებს ყველას კართან. მათ შორის ქართული ოცნების შვილების კართანაც დაიჩოქებს და ჯვარი ეწეროს ყველას. ამიტომ არის სულ სხვა გზით სვლა საჭირო. თორე გვეღუპება ხალხი, ჩვენ ყველა თემაზე ვლაპარაკობთ, წეღან ჯეირანმა რა კარგად თქვა, რომ ჩხუბი მიდის, აგრესია, ამდენი დაპირისპირება და შედეგი არ რჩება, რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი და რისთვის ჩხუბობს. ანუ გამოდის, რომ ეს ახალგაზრდები ცალკე არიან და ეს ხელისუფლებას და მათ შორის ხიდი სრულად ჩატეხილია. ან პოლიტიკა რაზე კამათობს, პოლიტიკა რაზე ლაპარაკობს, ხო უნდა მიდიოდეს ამ ახალგაზრდების გულებამდე, რომ მე შენთვის რაღაცაზე ვლაპარაკობ. აი ჩვენ ვლაპარაკობთ ეხლა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არიან ნარკოტიკის მომხმარებლები. ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად ჯეირანის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც უნდათ რომ ღირსეული ადგილი იპოვონ თავის სამშობლოში, თავისი პროფესიის კუთხით იყვნენ რეალიზებულები და ასე შემდეგ. და ამ დროს ჩხუბი მიდის უამრავ უსაგნო საკითხზე, რაც აბსოლუტურად არ არის აქტუალური, შეიძლება ესე ითქვას ამ ქვეყნისთვის. სხვა თემებია აქტუალური, სოციალური საკითხები, დაწყდა ხალხი შიმშილით, სად არისო შიმშილიო დაფასებმა დაიკლო, მე არ ვიცი. 32 ლარზე ნაკლებად საქონლის ხორცს ვერ შეიძენთ. არ არის. და ეს 5 და 10 ლარად საყიდულობს ეს ხალხი ამ ხორცს მე არ ვიცი. ბატონი კობახიძე კითხულობ, ვისაყიდულობს და დაგვირდა გასწავლითო, მაგრამ დღემდე არ უსწავლებია. ქალბატონო ერმა, აი ხლა ჩვენ საუბრობთ ძალადობაზე, საუბრობთ აი ამ გაჭირვებაზე ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ გამოკითხვა იყო და აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დასაქმებულთა 77%-ს არანაირი დაზნაზოგი არ აქვს. ანუ ხვალ რომ სამსახურიდან გაათავისუფლოთ, მათ ისინი თავს ვერანაირად ვერ შეინახავენ და აღარ არის საუბარი იმ საბანკო ვალდებულებებზე, რაც მათ აკისრიან. მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ? ხედავთ ამ ბოლო დროს, რომ აღმოჩნდა, რომ სულ ბოლო 2 წლის განმავლობაში 2000 საჯარო მოხელია გათავისუფლებული სამსახურებიდან და რაც ყველაზე ცუდია, ეს დამოუკიდებელი პროფკავშირული სამსახური ავრცელებს ამ ინფორმაციას, რაც ყველაზე ცუდია, უმეტესწილად აქედან არიან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანები. ანუ ძალადობა ამ მიმართულებითაც. აი დღეს მაგალითად ჩვენ ნახეთ, რომ უკვე ზუგდიდის მერიაში დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ხალხის გათავისუფლება, ანუ გახარიას პარტიის მომხრეებს მართლა ავიწროვებენ და უშვებენ. მანამდე ჩვენ ნახეთ თბილისის მერიდან გამოშვებული ხალხი, ვინც პეტიციას მოაწერა ხელი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მოუწოდა 78 მუხლი დაიცავი, როდესაც კობახიძემ განცხადება გააკეთა ევროინტეგრაციას შეჩერებასთან დაკავშირებით. აი ეს ხალხი, ვინც ამას შეეწინააღმდეგა, ყველა გამოუშვეს მერიის სამსახურიდან. შემდეგ მანამდე ჩვენ ნახეთ კულტურის სფეროდან და ასე შემდეგ. ანუ ეხლა დღეს ჩვენ გვეუბნება პროფკავშირების დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ ხალხის საქმიანობითო, ბედითო და აღმოჩნდაო, რომ ადრეო სასამართლოს მიმართავდნენ და სასამართლო კიდევო ამ ხალხის მხარეს იჭერდაო და გამარჯვებულები გამოდიოდნენ ეს გათავისუფლებულებიო, მაგრამ დღესო უკვე ეს ტენდენციაც აღარ არისო.
სამაგიეროთო ხედავთ რასო ხედავთ იმასო რომ ეს ხალხიო იყრებაო და მთელი ოჯახები მიდიან საზღვარგარეთო ჯერან ეხლა თქვენთან მინდა კითხვით გადმოვიდეთ თქვენ ბრძანეთ რომ თქვენ ვერ ხედავთ მომავალს ამ ქვეყანაში პირადად თქვენს მომავალს თქვენ ვერ ხედავთ ეხლა მე ვსაუბრობ იმ ხალხზე ვინც იძულებულია წავიდა საზღვარგარეთ აი როგორ ფიქრობთ როგორი ქვეყანა უნდა იყოს აი როგორ ქვეყანაში ინდომებით ცხოვრებას და აღარ იფიქრებდით იმაზე რომ ამ ქვეყნიდან გავიქცე და ჩემი განათლება ჩემი სწავლა წყალში ჩავყარო და იქ ვიღაცის მოსამსახურე ვიყო ანუ რატომ ურჩევნი ადამიანს რომ უცხო ქვეყანაში მოსამსახურე იყოს და არა თავის ქვეყანას გამოადგეს აი რა სიტუაცია ამასთან მე ვფიქრობ რომ ახლა ბევრი ახალგაზრდა არის ისეთი რომ ფიქრობს რომ წავიდეს სხვა ქვეყანაში გააგრძელოს თავისი განათლება იქ ისწავლოს იქ დაამთავროს და იქ იმუშაოს რომ რაიმე კარიერული პერსპექტივა შეიქმნას თავისთვის და თავისი შრომა დაფასდეს აქა ისეთი მდგომარეობაა რომ არასამართლიანია ჯერემით რომ დავიწყოთ და მეორე ის არის რომ შენ შრომას არავინ არ აფასებს კი ბატონო არის ხელფასები სამუშაო ადგილები არის აი კი ბატონო აი დაგიფასდა სამუშაო ადგილები არის მაგრამ შენ სამუშაოს არავინ არ აფასებს ანუ იმის შედეგს არ იღებ სპეციალობის მიხედვით აი ახალგაზრდა დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებლოს და მისთვის სამუშაო ადგილი ადვილისაშობნარია არა საერთოდ არა ბევრი არის ისეთი ახალგაზრდა რომ სწავლობს ძალიან კარგად წითელ დიპლომზე ამთავრებს და ბოლოს სადმიდის მაღაზიაში სხვა არაფერი სოციალურ სოციალურ ქსელებში ყველგან არის გავრცელებული ეს იუმორია ყველა იმაზე იცის რომ ვამთავრებ კარგად ვსწავლობ მაგრამ ბოლოს ჩემი ადგილი არის უფრო სხვა მე სად უნდა ვიყო და ვარ სად და ამიტომაც ყველა ახალგაზრდა ფიქრობს რომ მათ შორის მეც რომ წავიდე და სხვა ქვეყანაში გავაგზავნო რადგან იქ ნახულობთ რომ უფრო კარგად აფასებენ სხვის შრომას როგორ ფიქრობთ აი რა უნდა გაკეთოს ხელისუფლებამ რომ ასეთი რამე აღარ მოვისმინოთ გულსაკლავია ნამდვილად ამისი მოსმენა რა და მე ვისურვებდი რომ ჯეირანი ჩვენი შვილების თაობა ჩვენ სამშობლოში საქართველოში ხედავდეს მის მომავალს და მიგვეღწიოს ჩვენი მისთვის რომ დამთავრდეს რამდენი დაპატიმრება ახალგაზრდების ტროტუარზე დგომის გამო იმის გამო რომ ახალგაზრდა ადამიანი რაღაცა შენს მსგავსებას ან უკანონობას ან უბრალოდ განსხვავებული აზრს აკრიტიკებს და უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს ამის გამო დააპატიმრო რაღაცა შექმნა ხელოვნურად ჯგუფები რომლებიც ორიენტირებული იმაზე იქნებიან რომ აი ვიღაცა ცემონ ტყეპონ დაარბიონ და რაღაცა ამ დაგვარი ეს არ არის მოსაწონი ეს არ არის მისაღები ეს არ მიგვიყვანს სიკეთემდე და მინდა ერთი რამ გავითვალისწინოთ კიდევ რომ ძალიან დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული იარაღი ტრიალებს ჩვენი ახალგაზრდობის ხელში იარაღის შავი ბაზარი უნდა იყოს ძალიან სწრაფად უნდა იყოს გაკონტროლებული როგორ ხდება ამ იარაღის შემოტანა როგორ ხდება მათი რეალიზაცია როგორ ხდება და ხელისუფლება სადა აქტუალები ძალიან საინტერესოა ერთი რომ სკოლის უფროს კლასელები სტუდენტები შეიარაღებული დარბიან თბილისის ქუჩებში რა არის ეს რასთანა გვაქვს საქმე ჩვენ და ზოგიერთ შემთხვევაში ვხედავთ იმასაც რომ იარაღის რეგისტრაციის უფლება ისეთ ახალგაზრდებს აქვთ მინიჭებული რომელთათვისაც ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია და არ შეიძლება და აი ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი რომ იარაღის შავი ბაზარი ვინ არიგებს ამ იარაღს ვინ ყიდის როგორ ხდება რომ მთელი ქალაქი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი იარაღით აღჭურვილი დადის და მე არ მოეწონება თქვენი აზრი და აიღო და დაგახალა იმან და წადი მერე და ისა მოკლედ ეძებე სამართალი უამრავი პრობლემა თან მithumetes ამასთან ერთვის ფონი ხო ეს ნარკოტიკების ფონი ფსიქიკური აშლილობის ფონი ეს ძიმე აგრესიული ფონი ჩვენ საზოგადოებაში და კიდე იარაღის შავი ბაზარი და პლუს კიდე კოლ-ცენტრები რომელიც დიდი უბედურება არის და დიდი მეტასტაზებივით არის უკვე მოდებული ესა და სისტემა რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ზრდის თაღლითებად და აფერისტებად და ადვილად ხელმისაწვდომია მათთვის ეს დიდი ხელფასი, დიდი შემოსავალი და ეს 100,000 და 150,000 ევროიანი მანქანები და კეთილდღეობა და ესე მარტივად გამდიდრების საშუალება და
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთი ხელიდან ეს კოლცენტრები მეორე ხელში გადადის, მერე მესამე ხელში გადადის და ეს არის სწრაფი ახალგაზრდებისთვის სწრაფი გამდიდრების საშუალება, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენს თვალწინ ყალიბდება სქემა და თელი თაობა, რომელიც გაწვრთნილია პირველ რიგში არა საკუთარი პროფესიის მიხედვით, როგორ მიიღოს პატიოსანი ანაზღაურება, არამედ თაღლითობაში და ესე ძალიან ძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება ჩვენ დრო მოვა. ეხლა ჩვენ ბევრ ძიმე საკითხზე ვისაუბრეთ, ირმა სულაც არ მინდოდა ასე დამეთრგუნა ჯეირანი პირველივე გადაცემაში, მაგრამ ეს არის რეალობა. ბევრჯერ მოგიწევს ჯეირან ამ გადაცემაში ამ და სხვა თემებზე საუბარი და მე და ირმა, როგორც შენი უფროსი კოლეგები, ყოველთვის გვიგულე შენს გვერდში, კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ჩვენს აზერბაიჯანელებს, რომლებიც მათ ენაზე მოისმენენ ობიექტივის ეთერი და გადაცემებს, ხვებსაც ასევე საქართველოში მცხოვრებს, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს, ჩვენ ვუთმობთ ობიექტივის ეთერს, ობიექტივის ხელმძღვანელობისგან გვაქვს ხა, როგორც წამყვანებს ეს უფლება მონიჭებული, რომ ეს ვთქვათ პირდაპირ ეთერში, თუ გნებავთ, მობრძანდით, ასევე თქვენც წაიყვანეთ გადაცემები ობიექტივში. წარმატებებს გისურვებ და იმ საქართველოში ცხოვრებას, რომელზეც აღარავინ არ იტყვის, რომ აქ ვერ ვხედავ ჩემ მომავალს, პირიქით. აქ უნდა დავინახოთ ჩვენი მომავალი და აქ უნდა ავაშენოთ ეს ყველამ ერთად. მე მინდა ჯეირან გისურვოთ დიდი წარმატება და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან წარმატებული ჟურნალისტი იქნებით. ჩვენ არაერთხელ გავიხსენებთ თქვენს აი ამ პირველ ეთერს და თქვენ იტყვით, რომ როგორ არასწორად ვფიქრობდი, მე რომ ქვეყნიდან წასვლა მინდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან წარმატებული ჟურნალისტი იქნებით ჩვენს ქვეყანაში. დღეს ამით გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, კარგად ზანდებოდეთ.